მოგესალმებით ყველას, ვაგრძელებთ ჩვენს რეფორმატის განხილვას, ჯერჯერობით დამღლები თეორია, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არა გვაქვს. დღევანდელი თემა არის გამშვები ფაილების ჩაკვირთვა და მოკლედ ესეთი პროგრამა, ფსევდოპროგრამა მინდა განვიხილო თქვენთან. ანუ რა ხდება ახლა აქ ანუ ვთქვათ წარმოიდგინეთ პროგრამა მუშაობს ფაილთან ანუ რა ჯერ სანამ ფაილთან იმუშავებთ უნდა გახსნათ ეს ფაილი მე უნდა ვთქვათ ჩაწერო თუ ჩაწერას აპირებთ მე უნდა დახუროთ ეს ფაილი და მე უნდა დასრულდეს პროგრამა აი ესეთი ფსევდოკოდი ახლა ეს ფსევდოკოდიც არ არის მაგრამ ასნაირად ანუ ეტაპებია ესე ვთქვათ პროგრამის მუშაობის ალგორითმი თუ გნებავთ ეგრე დაარქვით. ანუ ეს არის ძირითადად Linux-ის და Unix მაგვარი სისტემებისთვის და ასევე macOS-ისთვის აი ესნაირად არის რა პრინციპში. ну Windows-ი ცოტა განსხვავებული, აქ create file უნდა იყოს, აქ უნდა იყოს write file, აქ არის close handle და აქ უნდა იყოს exit პროცესი. ну ასეთნაირად არის Windows-ში. macOS-ში, Linux-ში არის აი ესეთნაირად რა მოკლედ. ну სხვაობები არის რა ვქნათ. так, მოდით ახლა განვიხილოთ რა ხდება, როდესაც პროგრამას გავუშვებთ. ანუ ეგრევე არ ეშვება რა თქმა უნდა, ჯერ ხდება შემოწმება პროგრამის. ანუ header-ში ხო წერია მაგალითად აი ამ ოპერაციული სისტემისთვის არის, აი ამ პროცესორისთვის არის, ანუ ეს ყველაფერი ხდება გადამოწმება ამ ყველაფრის, ასევე ხდება გადამოწმება ისეთი რაღაცების, როგორიც არის, ანუ სექციები რამდენია, რა ზომის არის, სწორად არის განლაგებული ეს სექციები ფაილში, ანუ რამე ხომ არ არის დაზიანება, ან რაღაცა ხომ არ მოხდა ისეთი, რაც მაგალითად აი ამ ფაილის ჩაკვირთვას შეუძლებელს გახდის. ანუ ამის გადამოწმება ხდება. და თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ ავდგებით და დავიწყებთ აი ამ ფაილის ჩაკვირთვას. ჩაკვირთვა როგორ ხდება? ანუ ხდება გამოყოფა header-ისთვის, მეხსიერებდა ჩაკვირთვა, მერე ხდება სექციების, აი ესენი არის სექციის სახელები და ხდება მოკლედ ამათი ჩაკვირთვაც. პრინციპში ძირითადად ეს ერთმანეთის მიყოლებით ხდება ჩაკვირთვა. ანუ ჯერ header-ია, მერე პირველი სექცია, მეორე და ასე შემდეგ აი ესე ხდება ჩაკვირთვა. ეხლა მოდი განვიხილოთ, ну header-ზე უკვე ვისაუბრეთ და აღარ მოგაწყენთ. წერტილი data არის გლობალური მონაცემთა სექცია ქვია. წერტილი ტექსტი არის კოდის სექცია და წერტილი data არის ანუ ინიშნავს import. ანუ იმპორტის სექცია. ეხა იმპორტი რა არის? ანუ ჩვენი პროგრამა ხო ეს არის, ანუ open ფუნქცია გვაქვს გამოყენებული write, close და exit. ანუ open ანუ ეს ფუნქციები არის რომელიღაცა ბიბლიოთეკაში. და იმ ბიბლიოთეკიდან ეს ფუნქციების იმპორტი უნდა გავაკეთოთ, რომ მერე ჩვენ გამოვიყენოთ. აი ამ იმპორტის სექციაში წერია ზუსტად ინფორმაცია. ანუ აი ამ პროგრამისთვის რომელი ფაილია, ან რომელი ბიბლიოთეკა, რომელი ბიბლიოთეკებია საჭირო და თითოეული ბიბლიოთეკიდან რომელი ფუნქციებია საჭირო იმისათვის, რომ აი ამ პროგრამამ მიმუშაოს. ну ეს ძალიან მშრალი ესე ვთქვათ ახსნა, მაგრამ ნუ ასია რა. ეხლა მე ზოგად ინფორმაციას გაწვდი და არა კონკრეტულად. ანუ Windows-ის ფორმატში იმპორტი ცოტა სხვანაირად არის, Linux-ში ცოტა სხვანაირად არის, macOS-ში ცოტა სხვანაირად არის. ამიტომ ნუ ზოგადად გიხსნით ეხლა რა ხდება, ნელ-ნელა რომ გავაცნობიეროთ რა არის იმპორტი. ანუ ესენი ყველაფერი ჩაიტვირთება და მე ჩამკვირთვი უყურებს იმპორტში რა ხდება, აბა რომელი ესე ვთქვათ ლაიბრებია საჭირო. ну ეხლა ეს იმენად პრიმიტიული პროგრამაა, რომ ოფიციალური ლაიბრია საჭირო, ამიტომ ავიღე ეს
და აი ეს library შედგება, რა თქმა უნდა, გლობალური ცვლილებებია, თქვა სექცია, ანუ თვითონ ბიბლიოთეკაც არის რა, ზუსტად იგივე აგებულების რაც პროგრამა, ანუ header-ი აქვს მაგასაც და სექციები აქვს მაგასაც. აი თქვა აი ესეთი აი პრიმიტიული აი ეს library აი შედგება header-ისაგან, გლობალური ცვლადების სექციისაგან, კოდის სექციისაგან და ექსპორტია უკვე. ანუ იმპორტი ხო არის ფუნქციების შემოტანა, სხვა ესე ვთქვათ ფაილშია, ბიბლიოთეკაშია და იქიდან შემოგვაქვს იმისათვის რომ გამოვიყენოთ ეს ფუნქციები, მაგრამ თვითონ ბიბლიოთეკა library თვითონ აკეთებს ექსპორტირებას აი ამ ფუნქციების. ამიტომ არის აქ ექსპორტი. ანუ ექსპორტში არის ინფორმაცია რომ მე იცი რა არის, მაქვს აი ეს ფუნქციები რა და თვითონ ფუნქცია სად იწყება. ეგ არის კიდევ რა, თვითონ კოდი ხო და ანუ ეს ფუნქციები ხო დაწერილია უკვე ხო ვიღაცამ დაწერა სიზე, დააკომპილირა და მიიღო მანქანური კოდი რა და აი მანქანური კოდი, ანუ საიდან იწყება მანქანურ კოდში open, write, close, exit, ანუ ეგენია მოკლედ აი აქ ჩაწერილი. ანუ სახელები ფუნქციების და ძალიან მარტივად ხსნის სახელები ფუნქციების და ასევე საიდან იწყება კოდის სექციაში აი ეს ფუნქციები. ანუ მაგათი მისამართი რა ისე ვთქვათ. და მოკლედ library ზუსტად იგივენაირად იტვირთება, header-ი ჩაიტვირთება, სექციები ჩაიტვირთება და მე მოხდება გადაბმა. ანუ მაგაზე მე ვისაუბროთ როგორ ხდება გადაბმები. და ანუ ეს ხდება პრინციპში user space-ის მხარეს, ჩვენ წინა ლექციაზე ვისაუბრეთ, ლექცია თუ ვიდეოში, რომ ანუ გაშვებული პროცესის ვირტუალური მეხსიერების სივრცე ორად არის გაყოფილი. პირველი ნაწილი არის user space, ანუ სამოხმარებლო სივრცე, მოხმარებლის სივრცე და მეორე არის kernel სივრცე. და აი kernel სივრცეში ხდება ასახვა აი ამ იმის რა ქვია ბირთვის რა ბირთვის ასახვა ხდება. ანუ ბირთვის ჩატვირთვა ხელახლა არ ხდება, ბირთვი უკვე ჩატვირთულია სისტემის, უბრალოდ იტვირთება პროგრამა და library. და kernel-ის ასახვა, რუკირებასაც უძახიან, ანუ რუკირება ხდება, ასახვა ხდება. ანუ პროცესის მეორე ნაწილში ხდება რუკირება. აი პრინციპში ეს არის სულ რაც როგორ იტვირთება რა, ეს არის ჩატვირთვა. ანუ აი ესენი როცა ჩაიტვირთება, კიდევ არის ერთ-ერთი მომენტი, ხდება გამოყოფა მეხსიერების, ეს არის stacking, ქვია ესეთი რაღაცა. აი ესე იწერება და ასევე ხდება გამოყოფა, უბრალოდ ახლა მე აქვე ჩავტენი. და ეგრეთ წოდებული ჰიპი, ანუ გროვა. ანუ ეს ცოტა სხვადასხვა მეხსიერების კლასებია და სხვადასხვა რაღაცაში გამოიყენება. რაში გამოიყენება პრინციპში გეტყვით რა. მოდი ეს შევაფერადოთ. მოდი ეს იყოს მწვანე და ეს იყოს ლურჯი. აი ლურჯი. ეს მან წითელი იყოს, გაიწითელი. ხო, ანუ სტეკი გამოიყენება ფუნქციების სამუშაოდ, ანუ აქ ინახება ფუნქციებს რო გადავცეთ პარამეტრებს აქ ინახება და ასევე ფუნქცია თუ იყენებს ლოკალურ ცვლადებს, აი ეს ზუსტად ეს გამოიყენება. ანუ ეს რა არის? ანუ აი როდესაც ესენი ჩაიტვირთება, ანუ ჩატვირთვის ერთ-ერთ მომენტში ხდება გამოყოფა სტეკისთვის მეხსიერების. ანუ სტეკისთვის გამოიყოფა მეხსიერება, ვირტუალური მეხსიერება გამოიყოფა წინასა რა. ну სადღაც აი აქ რა. ძირითადად ეს გამოყოფა ხდება, აი გაყოფილი რო არის user space და kernel space, აი user space-ის ბოლოში ხდება ეგ. ანუ ბოლოში არის სტეკი გამოყოფილი და გროვაც არის უკვე სტეკის შემდეგ რა. აი ეს ორი რო ჩავსვა სადღაც აი აქ რა. აი ესეთნაირად არის. ანუ ეს გასაგებია, ანუ ეს გამოიყენება ეს მეხსიერება იმისათვის რომ პარამეტრები ჩავწეროთ
ანუ პროგრამა როგორ მუშაობს, open ეგრევე კი არ გამოიძახება. თქვენ რო open-ს გადაეცით C-ში პარამეტრები, ეს პარამეტრების ჩაწერა ხდება აი ამ სტეკში და მე ხდება open-ის გამოძახება. და თუ open-ი იყენებს ლოკალურ ცვლადებს, მათი მნიშვნელობებიც აქ სტეკში არის, ანუ ხდება ჩაწერა და მოგვიყვება, ანუ ფუნქციის მუშაობის დროს ხდება უკვე უშუალოდ. აი heap-ი არის კიდევ რა, აი მაგალითად malloc-ი, free, ну თუ C-ში მეხსიერების გამოყოფას დინამიურ საკეთებით აი ეგ არის რა. მაგას კი, ანუ ეს არის უკვე გამოყოფილი მეხსიერება და იქ ხდება, ესე ვთქვათ, აი ამ გამოყოფილი ვირტუალური მეხსიერების გამოყენება ხდება რა, გარკვეული ალგორითმები არის მაგისთვის და ნუ იმას აკეთებს. შეიძლება ჩვენც მოგვიწვიოს ამ აკეთება, ნუ ნახოთ. ჩვენი ვარიანტის. და კიდევ რა heap-ში ხო, აი თქვა სულ C++-ში წერთ, ეს არის new და delete, ანუ ეს ოპერატორები heap-ში მუშაობს. ისინი ხო, ანუ malloc და free C-ში თუ ხართ, C++-ში ეს არის new და delete. ანუ ეს არის გროვა, ანუ აი ეგ არის მოკლედ სადღაც. ნუ ძირითადად ბოლოშია. ანუ user space-ის ბოლოშია ეს ორივე. ჯერ stack-ია, ანუ kernel space-ი და როგორ მოვთ ეგრევე არის სტეკი და მე არის heap-ი მოყვება მაგათ რა. აი სულ ეს იყო რაც მინდოდა, შემდეგი თემა იქნება უკვე ნაკადი რა არის, ნაკადები, ვეცდები აგიხსნათ. ნაკადი რა არის, იმიტომ რომ ეს უნდა გვესმოს, თუ არ გვესმის, ცოტა რთულია და მის გაგება. თუ მოგვიყვება დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.